სერიოზულ შორში ვართ. ურუგვაიდან ბრაზილიისკენ ისე გადმოვკვეთეთ საზღვარი, რომ სასაზღვრო პუნქტი არ გაგვივლია. ეს ჩვენ ვართ, როცა ურუგვაი ბრაზილიის საზღვარზე პრობლემას ავაწყდით. და აღმოაჩინეთ, რომ საზღვარი საერთოდ არალეგალურად გადავკვეთეთ. და ეს სულაც არაა ერთადერთი პრობლემა, რაც ამ ვიდეოში შეიძლება მოხდეს. ერთი 20 წუთია ნიკა ყავთ ესე დაკითხვაზე და არ უშვებენ. სანამ პოლიცია ჩაგვაყუდებს, შეგახსენებთ, რომ ჩვენ თვითონ ავიტკიეთ აუთკივარი თავი და გადავწყვიტეთ სახლ-მანქანით მისულიყავით ბაბის საოცნებო ადგილამდე, იგუაზუს შანჩქერამდე. წინა სერიაში 7 კვადრატულში ცხოვრებას გაუძელით. ბევრი ვიცინეთ და ბევრი ვიჩხუბეთ. და როგორღაც მივაღწიეთ ბრაზილია-ურუგვაის საზღვარზე. მაგრამ როგორც კი საზღვარზე ფეხი შევადგით, ყველაფერი აირია. და ისევ გაჩნდა მთავარი კითხვა. მივაღწევთ კი მშვიდად ამ დედააფეთქებული იგუაზუს შანჩქერს? პასპორტი და ყველა საბუთი დაგიბრუნეს. არ ვიცი ეს რამდენად გამოგვივა, მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. და ამ თავგადასავალს ისე გავამხიარულებთ, თითქოს ჩვენი ცხოვრება თამაშია. ალექსანდრე, გწევ! ვაპირებთ, რომ ეს გზა ნამდვილ მოგონებებად ვაქციოთ და ამ გზაზე ჩემი გენიალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. მე-1000 დღეა გზაში ვარ და იგუაზუს შანჩქერამდე მისასვლელად ჯერ კიდევ 1000 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი. რადგანაც ურუგვაი ბრაზილიის საზღვარს მივახლოვდით, MMS ჩელენჯის ამოქმედების დროა, რადგან შეგახსენებთ, რომ ეს სტანდარტული მოგზაურობა არაა. ეს არის მოგზაურობა MMS-ის წესებით. ამ წესების მიხედვით თუ საზღვარს გადავკვეთ ან ქალაქში ერთ დღეზე მეტი დროით დავრჩევით, ვალდებული ვართ MMS ჩელენჯები შევასრულოთ. და ჩვენ მოგზაურობაზე ხდება MMS წესების სპეციალური კატეგორია 21-დან 40 წესის ჩათვლით, რომელსაც ქვია რას ფიქრობს ხალხი შენზე. მაგალითად, წინა სერიაში თუ ხალხი ფიქრობდა, რომ თია ყველაზე მცივანა იყო, მას ცივი შხაპი მოუწია. როგორ გმირივით უძლებს. თუ ფიქრობდა, რომ ლუკას ცხოველები იზღებოდა, მას ბაყაყთან შეხვედრის ხიბლი უნდა გამოეცადა. მაგრამ ერთი რამ რაც წინა სერიაში არ გითხარით, არის ის, რომ ამ წესებს ჩვენ თვითონვე ვიგონებთ და ერთმანეთს უჩალიჩებთ. მაგალითად, როდესაც ცხოველების სისხლზე დავსვი კითხვა, გულში იმედი მქონდა, რომ ლუკას მაგივრად ბაბის აერჩევდნენ, რადგან მას ცხოველების ეშინია. თან ძალიან ლამაზია და ძალიან მისწორდება და თან იმენა ისაღლი ხوار არის ისაზე. ხოლო ბაბიმ ეს კარგად დაიმახსოვრა და შემდეგი წესი უკვე ჩემ წინააღმდეგ შეადგინა. ესაა MMS-ის წესი ნომერი 23. თუ ხალხს ნაღდი ვაჟკაცი გონიხარ, დროა ქალის ფორმაში გამოეწყო. სწორედ ამიტომ ურუგვაი ბრაზილიის საზღვარზე ადგილობრივ სწორედ ეს კითხვა დაუსვით. Question. ვინ იყო მათი აზრით ყველაზე მამაკაცური და ვისაც აირჩევს კაბა უნდა ჩაიცვას? From us, more men. სამწუხაროდ ბაბის პროგნოზი გამართლდა. ბაბი, გაზრის ხარაბა რა უნდა ჩავასვათ? რაც შეიძლება ყვავილოვანი, ფერადი და ისეთი რაღაც რაც არ მოხდება რა. მე კი იზოლებული ვიყავი და ვუმორჩილებოდი საბჭოს გადაწყვეტილებას. ძალიან არა ემოციური. არ მიზა, ხალხი. კაბა. მოგარია კაბა, ისე მოიწევს. სამწუხაროდ ჩემივე შექმნილ თამაში შევტოვე და მომიწევს ამ სასჯელის გმირულად გადატანა. ცუდი ისაა, რომ წესის მიხედვით ამ კაბით საჯაროდ 20 წუთი უნდა ვისეირნო. ამ პერფორმანსით განსაკუთრებული ყურადღება მივიქცია და ხალხიც გამხიარულდა. 5 pesos. ჩელენჯის დასასრულს კი ისევ იმას მივაკითხე, ვის გამო ჩავიგდე თავი ამ სავალალო მდგომარეობაში. ხა მაგრა ვითარებ უკვე. How do you like our masculine man? You're beautiful, man. Because of you. If you say this, they will wear that. Nika, kai pranče. Nika. ამ ტურის ბოლოს მე მგონი დასანახად ვერავით ამ თერთმანეთს. ამ სიტყვებში არის ლოგიკა, რადგან ეს უკანასკნელი MMS წესი არ იქნება რისის შესრულებას მოგვიწევს. თუმცა MMS challenge მხოლოდ სასჯელებს არ მოიცავს. შეიძლება ვინმეს პირიქით საჩუქარით შეხვდეს. მით უმეტეს რომ გზაში ერთ-ერთი ჩვენგანის დაბადების დღეა. რას ესურვებ დაბადების დღეზე?
რადგანაც ჩელენჯი ჩავაბარეთ, შეგვიძლია გზა გავაგზავნოთ. თუმცა სანამ საზღვარს გადავკვეთ, დროა მივიღოთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგვენატრა. წესიერი საჭმელი. წავედით მაგში. მაგში სახლიდან უნდა ვჭამოთ ვინ. მოკლედ, როცა ამ ქალაქში აღმოაჩინეთ, რომ მაკდონალდსი აქვთ, ეგრევე შევფრინდით მაგდრაივზე. თუმცა ამ მანქანის გაბარიტებიდან გამომდინარე, კინაღამ მაკდონალდსის სახურავს ხიე და მანქანა დავაზიანე. მანქანის დაზიანებაზე გამახსენდა და იმედია გული არ აგერევა ჩემზე თუ გეტყვი რომ ეხლა რეკლამის გაკეთებას ვაპირებ და car vertical-ზე ვილაპარაკებ. რომლის მეშვეობის მანქანის ყიდომდე შეგიძლია შეემოწმო ავტომობილის წინამდგომარეობა, ჩამოყრილი გარბენი და იყო თუ არა მაგდრაივზე ნახატქუნები. მიწოდებით სერვისი პირდაპირ ფანჯრიდან სახლში. კიდე ერთხელ გახსენებ რომ car vertical-ზე შემოწმების დროს თუ ჩემ პრომო კოდს გამოიყენებ 20%-იანი ფასდაკლებაც გექნება. თუმცა ესე მარტივად მაკდონალდსში არ მიგვიღია შეკვეთა. როგორც ყველგან ენის ბარიერმა მაგდრაივზე შეკვეთისასაც გაგვაწამა. Cheese toast, do you have? Queso. Tenemos que pasar a la primera ventana. Habla español? Ah, bicho, ინგლისური რა თუნდა რა. უთხარი. მაგ crispy chicken. Fries. Fritas. აი, თუ წელია, bicho, ამერიკაში არიან 1 წელია და fries. რადგანაც ესენი ესე წვალობენ ისღა დამჩენია ჩემი ბრწყინვალე ესპანურით ჩავერთო. Ay, se me. Hola, ¿cómo estás? Hola. Hola, a la primera ventana le toman el pedido. Mac toast queso. Tiene que seguir para la primera ventana. Monitor ne funktioniert. პირდაპირ სახში ჭამა რას ხდებს? ჯერ იჯერში დააპარკინგოს კაცნა. მოყორი რომას. მანქანაში ჭამ ცხოველი ხარ? გემრიელა დანაყრებულებმა გზა უდარდელად გავაგზავნეთ და რამდენიმე საათში გავიაზეთ, რომ დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდით. სერიოზულ შარში ვართ. ურუგვაიდან ბრაზილიისკენ ისე გადმოვკვეთეთ საზღვარი, რომ სასაზღვრო პუნქტი არ გაგვივლია, ანუ ჩვენ გვქონდა მონიშნული რომ ქალაქშიც გვინდა ჩასვლა და Google Map-მა რა გზაც აირჩია, მოვყევით. მაგრამ გავიაზრეთ, რომ სასაზღვრო ქალაქს გავწდით და რომ ჩავიხედეთ და გადავამოწმეთ Google Map-ში, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე უკვე ბრაზილიაში ვართ. და რეალურად სერიოზული პრობლემა შეიძლება შეგვექმნეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე და თავიდან ვიფიქრეთ, რომ სასაზღვრო პუნქტს გავწდით. შესაბამისად ეგრევე მოვბრუნდით. აი, ვატრიალებთ მეკობრებო. ბრუნდებით ურუგვაისკენ. პარალელურად დავიწყეთ ჩეკპოინტის რუკაზე მოძებნა, რომ საზღვარი კანონიერად გადაგვეკვეთა. თუმცა ზებნიცას მივაგენით ინფორმაციას, რომ ამ ორ ქვეყანას სასაზღვრო ჩეკპოინტი საერთოდ არ ქონია, მაგრამ უცხოელებისთვის მაინც არის პატარა ბიუროკრატიის გავლა საჭირო სპეციალურ საემიგრაციო ოფისში, თუმცა მხოლოდ სამუშაო დღეებში. ეს როდოა? შაბათია. შაბათია სამუშაოზე. საკმაოდ კეთილგანწყობილები არიან და შეგიძლიათ საადო დაიკიდო. თუ მეტეს იმის გამო რომ ერთ თვით წინ უკვე იყავი ბრაზილიაში და გასვლას კი ფიქსირდება. ესე იგი რომ ლეგალური ნამყოფი ხარო დაფიქსირებული გაქო და შეგიძლია აუხსნა რომ შაბათს გადმოხვედიო და ოფისები დაკეტილი იყო რა. ხო. და შაბათს მიხვიდაო. ხო, ანუ შეგვიძლია პროსტა რაღაცა კორუფცია და რაღაც თუ არ ფული შეიძლება მოხდონა. საბოლოოდ ქონდა ორი არჩევანი. ან ორ შაბათამდე დაგვეცადა და მერე გადასულიყავით ბრაზილიაში, ან წინასწარ ჩაგვეწერა ოფისისთვის ვიდეო, რომ ამ ბეჭედს სხვა სასაზღვრო ქალაქში ავიღებდით. I'm recording this video to confirm location where I'm recording. და ამ ვიდეოს იმედად არალეგალურად გავაგზავნეთ გზა. თუ ვიყავთ კაიარიეთი გავაჩერეთ. თუ არა და იმედი არ შეგვეძინება და ვილიდებს სანამ გასაგებია. აი ესე ერთი ნახევარი საათის შემდეგ. ესე გავქეჭეთ 6 საათამდე მოვაყენეთ ტრაილერების უკან. იმედია 7 ღამე გქნები. დილით ადრე ალიონზე. ბაბიზაცას გახედავს, ეს რა დილა, რა ვარდის ფრად გათენდა. შემდეგი რამდენიმე დღე საკმაოდ ნელი ტემპით მოძრაობდი. შევჩერდებოდით სხვადასხვა ქალაქებში. მაიმუნობდით დრონით. ეხლა ჩვენ გიჩვენებთ როგორ უნდა გახდეთ თანამედროვე მეცხვარე. დავай.
გადაირევა პატრონი. მეცხვარე თუ ხარ, იყიდე შეიძინე დრონი და ჩამოჯექი ჩრდილში. და რა თქმა უნდა არ გვავიწყდებოდა ბენზინის ავსები. დიზელ. ფულ. ეს კარგი. თუმცა ასეთ ადარიგიანად ყოველთვის არ ვართ. აქ ჯერ არ ვიცით რომ წინ ბენზინთან დაკავშირებით საინტერესო თავგადასავალი გველოდება. ხახი წავიდეთ. წავიდეთ ფეხით. ამ დროის მანძილზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ჩვენი როლები. მე ისევ ასრულებდი მძღოლის მოვალეობას პირნათლად. ალე ისევ აგრძელებდა სუპერ მზარეულობას. ბომბოკლატ! ბაბის დალაგების დიქტატურა ისევ გრძელდებოდა და არავის გვაძლევდა წამიერი მოდუნების საშუალებასაც. დაიწყო ახლა, დაიწყო. რა. არ დაისურება. აი, რანაირად უნდა დაისუროს ნერვებს მიშლი. Google Map-ი მუდამ ჩართული იყო. რა გვენაღულება? სელფის როუმინგით ხომ ინტერნეტი არ იხარჯება. არა, ვსწრაფ. და ეს შევხვი. თუმცა თუ ჩვენსავით არ მოგზაურობ, რაში გჭირდება როუმინგი? შენ გჭირდება ჰოუმინგი. სელფი, გჭირდება ჰელფი. სელფის ჰოუმინგი ჩართვით ულიმიტო რაოდენობის ინტერნეტი გექნება ისე რომ ვერ ამოხაპავ. გინდ TikTok-ის სკროლ და გინდ დაბოლულებს ჩაუჭდე. შეიძლება მთელი სამხრეთ ამერიკა მოიარო და ყველანაირ კულტურას გაეცნო, მაგრამ ქართველი რო ხარ. მაინც საბოლოოდ ამას ufrutები. ურუგვაულის მსგავსად არც ბრაზილიურ ღამის გაჩერებებს შაულია მშვიდად. და აქაც გვიჭირდა ღამით უსაფრთხო საპარკინგე ადგილის პოვნა. Can we enter to No, unfortunately no cars are allowed past this point. ამ გასაჭირს ისიც ემატება რომ ბრაზილია ბევრად სახიფათო ქვეყანაა ვიდრე ურუგვაი და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უსაფრთხო საპარკინგე ადგილი უნდა ვიპოვოთ. აი აქამდე ხო აჩერდი პერიოდულად ხეში, მეში, ღამე ისეს. აქ გავარიც. ძალიან safe ადგილი უნდა ვიპოვოთ. შესაბამისად ყოველ დღე ვცდილობდით სპეციალური გასაჩერებელი სივრცე გვეპოვნა და ამ პროცესში რამდენიმე კურიოზი გადაგვხვდა თან. პირველი ამბავი ქალაქ სანტა მარტასთან შეგვემთხვა, სადაც აღმოაჩინეთ რომ პარკინგის დაცვას ლოგიკაში უჭირდა. ერთი დღის საფასური არის 500 და ხო. ოღონდ ორი დღის საფასური უნდა გადაიხადო. ორი დღის რა დავუყურე? ხო და ეხლა მეუბნები რომ 10 წუთი დავისადო და შემოვა 12 რო გახდება თქვა 10 წუთი გახდება 12 და გაიგო. კიდევ ერთი უცნაური ამბავი მაშინ გადაგვხვდა თავს რომ ჩვენი წარმოდგენით პარკში გავაჩერეთ, თუმცა ვერ ვიფიქრებდით რომ ეს პარკი მელიებით იქნებოდა სავსე. მელუ, მოდი აქ. რა ჯანსაღად ვაკვირვებთ ახლა ჩიფსებს? შეხედე თვალებს დააკვირდი. რა 4 თვალებს შეხედე. ამაზე შეხედე 1 8 20 არის დაახლოებით. თუ ის განათებები არის დედამოწყრული. გზაში ხანდახან ვაპარკინგებდით სკოლის ეზოებში, სადაც თურმე არ შეიძლება გაჩერება და ერთ-ერთმა ასეთმა დაპარკინგებამ დიდი კონფლიქტიც გამოიწვია. Pero sos vos el que está invadiendo. Vos sos vos el que está invadiendo. Relax. Chill. Celia. You can speak. Celia. What do he want? Por favor. What he want? Celia, llama a la policía, no llames al. როცა პარკინგს ვერ პოვლობდით, ხანდახან მაინც გვიწევდა რომ გარეთ გაგვეჩერებინა და ერთ-ერთმა ასეთმა შემთხვევამ პოლიციის ეჭვი გამოიწვია. ერთი 20 წუთია ნიკა ყავთ ესე დაკითხვაზე და არ უშვებენ, საბუთებიც შეუმოწმეს, პასპორტიც, მანქანის საბუთებიც ყველაფერი და ამ პოლიციელთან საუბარმა ცოტათი შეგვაშინა. ჩვენ აქ არალეგალურად და უსაბუთოდ ვართ. და უდიდესი რისკია რომ ეს მოგზაურობა საერთოდ ჩაგვივარდეს და მოხდეს ის რაც ნამდვილად არ მინდა. გამოკითხვებზე სიარული მოგვიწევს. მოკლედ აქ უკვე თაობებს ვიწყევლი და ჩემ თავს ვუსვამ კითხვას, რატომ წამოვიწყე ეს მოგზაურობა. ანუ უფრო ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ მე კაკო ვარ და ჩემი YouTube კარიერის მთავარი მიზანია გაუსწრო მაიმუნ კაკოს გამომწერებში. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი მისიაა, მაგრამ ერთი წლის წინ როცა ევროპის $8 ფრენებზე ვიღებდი ვიდეოებს, მაშინაც შეუძლებელი ჩანდა რომ დღეს ისეთ მასშტაბურ ვიდეოებს გადავიღებდი, რომლებიც ქართულ YouTube-ზე რეკორდულ შედეგებს დადებდა. თავარი რაც ამ გზაზე ვისწავლე არის ის, რომ დაუღალავი სურვილი შეუძლებელსაც შეგაძლებინებს. შეგაძლებინებს რომ სახმაქანით იმოგზაურო ეგზოტიკურ ქვეყნებში საყვარელ ადამიანებთან ერთად და ეს ყველაფერი YouTube შემოსავლებით გააკეთო. შესაბამისად დიდებული თავგადასავალი გრძელდება და ეს არის მეხუთე სერია სამხრეთ ამერიკული მოგზაურობიდან გზაზე, რომელიც მაიმუნ კაკოს გამომწერებში გადამასწრებინებს. გზაზე, სადაც ბუნებრივია იქნება გამოწვევები, თუმცა ვიცი, ჩემი ჟინი დანებებას არ ცნობს და გაუჩერებლად მოძრაობას მაგზელებინეს და ამ თავგადასავალში ჩემი დიდებული მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. ავიმედი არ თოგვეჯარიმებენ. სინამდვილეში პრობლემა უფრო მარტივად მოგვარდა, ვიდრე წარმოგვედგინა და მოგცეს დასტური, რომ შეგვეძლო ლეგალურად გვემოგზაურა.
უბრალოდ როცა ნებისმიერ საზღვრო ქალაქს მივადგებოდით, მარტივ ბიუროკრატიას გავავლიდით. თუმცა ფაქტია, რომ ამდენმა დავით არავამ დაგღალა. ამას დაემატა ბრაზილიური ქაოსიც. ნადი, ეხლა თუ არ მოხდა? უარ შევიდეთ. ფართი მიდის მოკლედ გუგუნი, მაგრამ არ გვაწინებენ. ასე რომ გადავწყვიტეთ სახლმანქანური ცხოვრება მიგვეგდო და ამდენი დავით არაბის ფონზე მოგვეძებნა უფრო მშვიდი გასაჩერებელი ადგილი. ამიტომაც ვიპოვე ამჯერად ბრაზილიური სრულყოფილება, სადაც გემრიელად დავისვენებდით შემდეგი რამდენიმე დღე. რა კიუტია. ბიჭო, რისერჩი ძმა, რისერჩი უნდა ყველაფერს. კემპსაიტი რომ მითხარი და Wi-Fi რო არ იჭერდა, ეგრე კი არა. ხანდახან ესეთი ადგილების გამო ღირს დატოვება სახლმანქანეს. დაგეტყვით ახლა რატო? ეს სახლი განსაკუთრებულია იმით, რომ აგებულია ბიოკონსტრუქციით. რაც იმას ნიშნავს, რომ ბეტონი, აგური, ცემენტი და სხვა ინდუსტრიული მასალები საერთოდ არაა გამოყენებული. ყველაფერი აშენებულია მხოლოდ ბუნებრივი ქვით, მიწით და ხის კონსტრუქციით. ვაიმე რა ლამაზი. ინტერიერის ელემენტების უმეტესობა ხელნაკეთია და ნამდვილ ბუნებასთან შერწყმულად გაგზნობინებს თავს. მთელი სახლი არის გარედან მცენარეებით და აი მე პირადად ეგეთ წარმოდგენას მიტოვებს, რომ თითქოს ფიფქია და 7 ჯუჯას სახლში უნდა შევიდე რა. აივანზეც კი იატაკად მიწაა გამოყენებული, ისევე როგორც სახურავზე. აუ, წარმოიდგინე, აქ იოგას რო აკეთებ. სახლთან ერთად განსაკუთრებულია ეზო, რადგანაც ეს ადგილი უამრავი უცნაური და არაუცნაური ხილით და ბოსტნეულით გამოირჩევა და მას ყველგან შეხვდები მანქანიდან გადაუსვლადაც კი. ოპა. აუ, რატო მოსნოლა? აქ რაც არ გვიჭირდა, ნამდვილად ხილი და ბოსტნეული იყო. რითი სახლის გამქეროებელიც ხშირად გვამარაგებდა. ეს ზომა სრულიად მისაღები. და აქ ცხოვრების მანძილზე 1000-ნაირ სხვადასხვა უცნაურობას ვტესტავდით. ეს არის ამ ეზოში მოწყვეტილი პორტოხალი მანდარინი, აი. ვაიმე, რა არომატები მოდის. ჩემადამ დააგემონა უჩემო. ხო და ესე მითხრა რომ სასწრაფოდ გასინჯეო. აი. როგორი არომატი ქონა, იცით ეს რო გადავხსენი, მენა ლიმონი, ლაიმი, პორტოხალი, მანდარინი ერთად წამოიღავ, აი ძალიან მჟავე გემოებით და ჩავკვიჩა და არის რაღაცა ამაზე ბულშიტი გემო, არ ვიცი. ლუკა, მოდი. მოდი, ყველამ გავსინჯეთ, ამათი ეზოს ხილია რა და ნახე როგორია უსუნე. ვაიმე, რა კაი სუნია. ხო, აი ხო ძალიან მაგარი სუნია. 115,000 ფოლო. სახლის ეზოს განსაკუთრებულად მოვლილი და ლამაზია და ეზოშივია ისეთი ელემენტები, რომლებიც ნამდვილ განტვირთვას უწყობს ხელს. კაი, აღარ მინდა ლუკა ძალიან მქონავ. კარგი, ბიჭო. გაჩერდი, აღარ მინდა, არ გესმის? ეზოშივე იყო განსაკუთრებული კერძო ჩანჩქერი, რაც იგუაზოს ნახვის წინ მინი რეპეტიციის საშუალებას იძლეოდა. საბოლოოდ ამ სახლმა დაგვამშვიდა, დაგვაწყნარა და ყველა გაგვაბედნიერა. თუმცა განსაკუთრებით ბედნიერი ბაბი ჩანდა. I can do whatever I want in this fucking house. I can even run around. როგორ გრძნობთ თავს გიგანტურ სახლში, როცა შეგვიძლია რომ გქონდეს პირადი სივრცე, რომ აი ეს 5 კაცი არ ვარ შეჭუჭყნულები ამ ერთი მაგიდის ხელა სივრცეში, მითხარით. მე არ მომწონს, მაგრამ მე გასთან უახლოა მანქანა. ნიკა შენ რა სიტყვი? მე მომწონს, იმიტომ რომ შენგან დისტანცია შემიძლია დავიცვათ. ამ განსაკუთრებულმა გარემომ განსაკუთრებულ ხასიათზე დაგვაყენე და ბავშვებმა გადაწყვეტეს საღამოს ჯოკერი მოაიცხოთ, რაც ჩემს ინტერესებში დიდად არ ჯდებოდა. თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მარტო ვერაფრით გავერთობოდი და ნამდვილი ჭინჭყლი ბავშვით მცადე ამ პროცესის ხელის შეშლა. აი, ისე მიდოვარლე. ალე გაჩერ. ძალიან წვერი, ისე მიდოვარ შემიძლია გავუშვა. გეხოცები ჩამოვარდეს და იქ ერთი ნიკარა. ხილო გაუთხოს თავი. ბაბი და თია განსაკუთრებულ ხასიათზე იყვნენ, როცა იგებდნენ და ვეცადე ამ გოგოშკურ პროცესში აქტიურად ჩართულიყავი.
მერე აღმოაჩინენ, რომ ნერვების მოსაშლელად ჩიფსის წართმევაც საკმარისი შეიძლება ყოფილიყო. თუ გიყვართ ცხარე-გემოები და ჰალაპენიოს არომატი. თამაში შეამჩნია, რომ თია მუდმივად აგვიანებდა მოქმედებას და გადაწყვიტე ამაზე მაქსიმალური კონცენტრირება მომეხდინა. აბა, შენ სტატია შორის ისე გასწორდა. შენ სხეულის გაწელო გიყვარს და თიას დროის. აბა, არის სტატია შორის ისე გასწორდა. ალე ჟუაჩკის გაწელო გიყვარს თიას დროის. ლუკას თია შორის ისე გასწორდა. ლუკას ურთიერთობების გაწელო გიყვარს თიას დროის. კი, თია. თია იქ იმერო იყოს საყვარელი მომთხოვნა იქნებოდა. დაიცადეთ? დრო ყველაფრის მკურნალი. დროზე ჩქარა მიკროდა, თია არაფერზე ფიქრობდა. ფიქრე არ უყვარს დროს, იმიტომ რომ თია თამაშობს. სიყვარული თუ გაქრება. ამ სახლში 2 დღე გავატარეთ. ცოტა გავერთეთ, გემრიელად დავისვენეთ და რაც თავარია მოუწყდით 4 პატარა კედელს. და მზად ვიყავით იგუაზუსკენ გასამგზავრებლად. მოვიდა ამ სახლის დატოვების დრო, რაც მას ნიშნავს, რომ ახლიდან უნდა შევიდე ამ საფუძველში ცხოვრებას. თუმცა ჩვენი მოგზაურობის მიხედვით, როცა ერთ ქალაქში ერთ დღეზე მეც შერდებით, MMS წესია შესაძლებელი და ამ წესის ავტორი მე ვარ. ხოლო მსხვერპლი ჩვენმა მასპინძელმა უნდა აარჩიოს. მოკლედ, MMS-ის წესი ნომერი 24 ამბობს, თუ დანაშაული არ ჩაგიდენია, დროა პოლიციამ შენზე ძებნა გამოაცხადოს. I'm going to ask you a question and you're going to choose one of us who you think is most likely to do this thing. ამ ხუთეულიდან ყველაზე სპეტაკი რომ თია, ყველამ ვიცით. მაგრამ მაინტერესებს მასპინძელმაც თუ მოასწრო ამის აღმოჩენა 2 დღეში. Like out of all of us, like who's the least able to commit a crime? That's what we all think. Like she's like a pure. თია ძალიან არ გავწიერეთ და ისეთი მარტივი დანაშაული ავკიდეთ, რომელიც ბავშვობაში ყველას ჩაგვიდენია. თუმცა თიასთვის ესეც კი რთული აღმოჩნდა. არის თია მოიპარავს 5 სიმინს, მაგრამ ამბავი ის კი არა რომ პატრონის გვეშინი, ამბავი ისაა რომ თიას არადოს მოუპარავს და ეს უნდა თქვას, რომ მე მოვიპარე სიმინდი, ვშო? მაგრამ ეხლა პატრონი არ ჩანს, არ გიყურებ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. როგორი შეიძლება აქია რომ მოპარვა მოგიწევს? არ ვიცი. ცხოვრების დევიზი მაქვს, რომ არასდროს არ მოვიპარო და არასდროს არ მომიპარავს. მაგრამ ვარ ვევამდევის. თვითონ სოფელში ხარ და შენ მეზობელს მოპარე და დიდი არაფერი არ არის რა, ანუ მაგით ვამშვიდებ თავს. მაგრამ მაინც მოპარვა. ეს MMS მოგზაურობაა, ცხოვრების დაწესებია, აკირგრევა, ვიბძანდი. ვაი, ცადა სიმინდა. აბა, თია მოიპარავს 10 სიმინს. 10? და ჩვენ გავგი მასპინძლდება, თავისი მოპარული ნადავლით. მოპარულის ჭამა ასწორებს და აი, აუ. მადლობა, ლუკას ხარ, ლუკას. ფაკ. შეგარე და ფაკ. Замешиваю. Asta de să scoateți aici. Vino să mă discalfă serios, mă, hai. კაი, შევედით და დავტოვოთ ია. მოდის, მალე. Sia. Mă, hai. Uca, მოდი, რაზე. ვინ მოდის? აი ეს კაცი. Hola. It's your use? Okay, we stole it just. Okay. თუმცა სინამდვილეში თიას უკვე აქვს დანაშაული ჩადენილი, როცა მანქანაზე არასრულწლოვანი დაждდა მართვის მოწმობის გარეშე. მაგრამ ეს საქმე იმდენად უყვარს, რომ დანაშაულადაც კი არ თვლის. ჩვენ კი ისე გავთავმობდით, რომ თიას დასმა უკვე მაგისტრალებზე დავიწყეთ, რაც ერთხელ თითქმის ძვირად დაგვიჯდა. I'm scared. You will kill me. 40 ზონაში დადის 80. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ასეთი გასერნებისას ტრასაზე ჩეკპოინტი შეგვხვდა. უბრალოდ იმდენად გვიან დავინახეთ, ადგილების შესვლაც ვერ მოვასწარით. ოპა, ნახე საგოდი ვარ, ეხლა გაატრაგებ, ჩემ აი დავიჯერე თქო და არ ვიცი რა სიტყვა. დავიჯერე, იარქე, ეხლა რო გააჩენო, იქნება რაღაცას იარ.
თუმცა საბედნიეროდ იმედი გქონდა რომ გაჩერება არ მოგვიწევდა და მწვანე ავტომატურად აინთებოდა. მოგეშინე. Don't get nervous. It's gonna light up green and we're gonna go. If it doesn't, we're cooked. მე ის გადამჩენოდა თავის დადებილება დამეწყო რომ ვითომ ვერ გავიგე რა ხდებოდა და მანქანიდან გადავედი რომ თიას ქონოდა საშუალება თავის ოთახში ჩაკეტილიყო. Sola უკანდაზარი მეგონა კამერა ვერხე და მანქანა გაივასხა. არ დაიძრება. ხო, კაი. არ გადმოში აქეთ ამ. აქეთ ამ. ვითომ ტუალეტში გინდა შესწავლები. შენდი ტუალეტში ვიდი. ვიდი. სიდებილე გადაგვარჩენ. ამასობაში საბუთების პრობლემას მოსალოდნელზე მარტივად მოაგვარეთ და მშვიდად გავაგრძელეთ გზა. ამ დროის განმავლობაში მანქანაში დინამიკა არ იცვლებოდა. ლუკას სიმღერას აგრძელებდა. თია კი ტუალეტში ყოფნას. ალე უკვე დაიღალა ამდენი საჭმლების კეთებით და ხანდახან მშიერს მტოვებდა. მე ვერ გამიკეთებ საჭმელს, ეგ მაინტერესებს. თელი გზა ნავგზავრი ვარ და გატარეთ და მოგიყვანეთ და დაგაყენეთ ვაგონს. ვერც ბაბიმ გაკაჩა ბოლომდე და რაღაც მომენტში თითქმის ხელი აიღო დალაგების მინისტრობაზე. დავუყო. Should I be the wild girl that I don't? სრული საღორე. ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ მინდა. სამაგიეროდ ბაბის არაძოს ავიწყდება ჩემი გაფრთხილება რომ თადარიგი დავიჭიროს საწვავის ავსების დროს. რადგან უნდა რომ უსიამოვნო მოულოდნელობები აირიდოს თავიდან. მე კი ვცდილობ ნერვებზე ვითამაშო და ჩელენჯად ვაქციო დიზელის ჩასხმა. ამაში ხელს ისიც მიწყობს რომ გუგმებზე დატანილი ბენზინგასამართი სადგურები რეალობაში თურმე არ მუშაობს. რის გამოც ერთხელ ძლივს მიუსწარით სადგურს. დააკვირდი ბენზინის ოდენობას. ეს ახლა ამით კი არ ვამაყო. მაგრამ ჩელენჯად ვაქციეთ უკვე. რას ფიქრობ? ამ გამოცდილების ფონზე წესით კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, მაგრამ ჩემმა აკვიეტებამ მერეც იჩინა თავი და სამწუხაროდ დიდი რისკი დადგა მომხდარიყო ის, რაზეც ბაბი ამდენ ხანს მაფრთხილებდა. მივაწვე, ნიკა, მივაწვე. საქმე ისაა, რომ სადგურამდე 10-მდე კილომეტრი იყო დარჩენილი და იმედი მქონდა საწვავი ბოლომდე გამიქაჩავდა. თუმცა ჩემმა გენიალურმა ძმაკაცმა მალევე მიმტყუნა. ფეხით წავიდეთ? წავიდეთ ფეხით? არ ვიცი. სხვა რა გზა გვაქვს? ჩამოჭი ხოლო მაპატი რომ არ მოგისი. ბლიად 6 კილომეტრი როგორ არ გვეყო რა. აქ ტაქსას ვერ გამოვიწევთ ეს. ამ 6 კილომეტრს გავივიდეთ. 6 არა 12 უნდა გარია. კიდევ რიჩერს. ცალე მოშები არ გვაქვს ხო? ჰა. ეგრაში გვაქვს. რაც იქნებ გავაჩერე. ჯერჯერობით არავინ არ მოჩერებს. კეჩი გვაქვს? კი, ცოტა. მე ვიყიდიო და მოკიტანა. ვიღაცები გააჩერს, ვიღაცა ინდოელი კაცია. ხო და ისინი, ანუ ეხლა ალეს ფული მივეც და ბარათს მივეც, ბარათი არ გვინდა და რატომ მეთქი და ისინი მიდიანო რა. და სად მიდიან მეთქი და ისინი წავდნენ და მეთქი რა ვიცი, არ მოგაწაგართო, ანუ ფული არა იღონ და არ წავიდნენ თქო რა და არ ამგონიაო და ნახოთ არ ვიცი რას ლაპარაკობენ. საბოლოოდ მარტო მე გავყევი, რადგან მანქანაში საკმარისი ადგილი არ ჰქონდათ. მოკლედ სადღაც უკაცრიელ ადგილას ვართ, გაჩერებული, მზეც ნელ-ნელა ჩადის. მანქანა ესე ჩემუკან არის და გაგვითავდა შუაგზაში ბენზინი. ესე ვზივართ და ველოდებით როდის მოვლენ. ერთადერთი ის მომშვიდობს, რომ ჯერ დღეა, მაგრამ უკვე მზის ჩასვლა არის. მალე დაბნელდება კიდეც, სადღაც 1 საათში უკვე დაბნელდება. კიდევ უფრო მობნელდა, ნიკა ჯერ არ დაბნელებულა. მზე ჩავიდა. ნიკა ჯერ არ დაბნელებულა. რაღაცა მანქანა მოგიჩერა გვერდზე, უზარმაზარმა. ოდან რომ ნიკა გადმოვიდეს, შეიძლება გადავირიო.
რას ფიქრობ, ნიკა იქნება თუ? მანქანიდან გადმოვიდა ხო? როგორ გამისწოდა ეს პროცესი? სიჩო, რა მანქანიდან გადმოხვედი? ეს ის დაავტოვა ის ბოთლები ეს მომცეს ბალონი გააზრო რაღაცა. ის იყო პადრე რა. პადრე? ხო. მამაო? ხო. ხადაო? აქა 500 კილომეტრში ცხოვრობდა დაკპატიჟე. აბარე. აბა კარიოკა. დავიძარით. ამიტომ მეგობრებო, ყოველთვის დაუჯერეთ გოგონებს. ქალს დაუჯერეთ ყოველთვის. იგუაზუმდე ბევრი აღარაფერი დაგვრჩა. ჩვენც ამ მოგზაურობის მიწურულს ნელ-ნელა შევეჩვიეთ აქაურ რუტინას და ჩვენ კრეატივს 1000-ნაირი გასაქანი მივეცით. Show me the work, show me the artwork. როხა. რომელიც ცნა. რინავიც როხა. რინავიც როხა, ცხელი რძით. ხანდახან წამწამების აპრეხვით ვიერთობდით თავს. ოპა, წამწამები აეპრიხება ვიღაცას. იყო შემთხვევები, როცა ერთმანეთს უბაგუნებდით. რატო კი ვიხართ? Why do you give? ზოგჯერ ჩვენში მაზოხიზმის კი იღვიძებდა და ყოღოს ნაკმენებს ჩვენივე გამოგონილი მეთოდებით ვებრძოდით. ბიჭო, თიქნე რა თითო. რა ადეკვატურები არიან? წვავენ. აუ რა სუნია? შევიჯერია. ერთი წამი ნაკმენები აქვს, ყოღოს ნაკმენები აქვს ფეხზე და აი ამ სუნის გასაშვებით, აი ესე რომ ვაიმე დედა დამივარდა. აი ესე რომ უნდა დაანთო და სუნი რო ეს. შეაცხელი არა შე. მაგით იწვავენ ყოღოს ნაკმენები. რა ხარ? გზაზე კონფლიქტური სიტუაციებით ძირითადად ხუმრობანარევი იყო. გადმოვარდა შენ. ერვი არავის შალოთ ქოქალო. რა ხდება რა პრობლემა? ერთადერთი სერიოზული ბრძოლა წინ დაждომაზე იყო ალეს და ბაბის შორის, ჯერ კიდევ ბრაზილიაში შემოსვლის დღიდან. გადმოდი ბიჭო. ხოიცი როც. ალექსანდრა გწემ. ეს პრობლემა მალევე გადაიჭრა და წინ კიდევ ერთი დამატებითი სკამი ჩაიდგა კუსტარულად. რითიც საშუალება მოგვეცა ჩვენ მაგნიტოფონში არსებული ერთადერთი ჩინური სიმღერა ერთხმად გვემღერა. მოდი გავმახსოვს ყველაფერი. ამასობაში იგუაზუნდა მისთვის ღამეს ერთ-ერთი ჩვენგანის დაბადების დღეს დადგა. ალექსანდრა გახდა 19 წლის ყველა მიგულოცოთ დაბადების დღე. ალექსანდრეს. რა სამი სურვილი გაქვს 19 წლის ასაკში რომ ავისრულოთ. ამ ტიპის დასრულება. ანა ნიკასთან. ჩემთან მარტო ყოფნის რა მოგახსენოთ, მაგრამ ალესთვის სიურპრიზი გვაქვს, რაზეც მას წარმოდგენა არ აქვს. არა, ამ სიურპრიზს ნამდვილად არ გულისხმობ, თუმცა სანამ აქამდე მივად, მანამდე გეტყვით, რომ როგორც იქნა მივახციეთ ამ სანუკვარ მიზანს. დიახ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ იგუაზუს ჩანჩქერებს მივატეკით. თუმცა საუბედუროდ იმ ღამეს, როცა იგუაზუზე გავჩერდით, გარეთ ტუალეტში გასვლისას ფეხი ვიიღწე. გადავიმბრუნდა ცოტა ხანს. გარეთ ტუალეტში გასულს, ასე რომ მორჩა ჰაიკინგი. თეა შენ რო ტუალეტში იყავი რო არ გამოხვედი და მე გარეთ გავედი. ეხი გადამებრუნდა და ვიღრზე. Look at this. So. Imagine having soft feet. მიუხედავად ტრაუმისა, ჩვენ შემართებით ვართ, რომ ეს ნანატრი იგუაზუს ჩანჩქერი სრულყოფილად ვნახოთ და ამ ჩანჩქერების აღმოჩენა სამ ნაწილად იყოფა. ფეხით, წყლით და ჰაერიდან, რომლითაც ტკბობის საშუალება წესით ბაბის უნდა ქონდეს, თუმცა რადგანაც ალის დაბადების დღე აქვს, ბაბიმ გადაწყვიტა ეს უნიკალური შესაძლებლობა ალისთვის დააგვეთმო. და ისე გავასახეთ, თითქოს მორიგი MMA ჩელენჯის დრო იყო. თუმცა სინამდვილეში ამ კაცთან, რომელიც ალეს აირჩევს, უკვე მორიგებული ვიყავით.
ამ ადამიანს ვკითხეთ, ვის ქონდა ყველაზე მეტად სიმაღლის შიში და ვისაც ქონდა, მას უნდა ეფრინა. და რა თქმა უნდა, ის აირჩია, ვინც ჩვენ გვაწყობდა. მაგრამ სანამ ალე ჰაერში ტირას დაიწყებს, მანამდე ნანატრი იუგუაზოს სანახავად ფეხით გავემართეთ. ადგილას, რომელიც ტურისტებითაა გადაძეძგილი. უკვე ზუსტად ვიცი, რომ მე შანჩქერი არანაირ სიამოვნებას არ მომანიჭებს. ჩემი სიამოვნების წყარო მხოლოდ ხალხთან ჭორაობაა. ბაბიკი უზომოდ ბედნიერი ჩანდა, რადგან ბოლოს და ბოლოს ეღირსა და ნახა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა. ისეთი სილამაზეა, რომ რანაირად შეიძლება, რომ ბუნებრივად რაღაც იყოს ესეთი ლაბაზი. იგუაზოს ჩანჩქერების პარკი უზარმაზარია და მხოლოდ ჩანჩქერების დათვალიერების საშუალებას კი არა, ჩანჩქერში პირდაპირ თავით შესვლის საშუალებასაც გაძლევს. ჩანჩქერის წყლიდან დათვალიერების სურვილები ორ კატეგორიად იყოფა. მშრალი, რომელიც ჩანჩქერის შორიდან ტკბობის საშუალებას გაძლევს და ეს ბაბის გარდა არავის აინტერესებს. ბაბი, ფიჟდებით ცარიელი გემით რომ იდის. სველი, რომელიც იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ჩანჩქერში გაწუწვა უნდა და ამას რა თქმა უნდა ყველა მივაწყდით. სილამაზეს ჩემი თვალით ვუყურებ და თან ამ ყველაფერში არავინ არ მიშლის ხელს და ვარ სრულიად მარტო მთელს ნავს. შვიდად წყნარად და მშრალად ვიმგზავრე და ანუ ალამაზი იყო ღმერთო. ასასვალი? რაც მოჩი გავდაცხეთ. აჰა, რასაცილო ხარ. Look at us. Wow. მუსიკალური ვამაყობში. გადი! შევამაყობ. გადი! არ დამას. ნიკ არ დამას. მოდი. აქედან. არ გადი. იგუაზოს ჩანჩქერი ბუნების თანამედროვე 7 საოცრებაშია შესული და ამ სანახაობის დათვალიერება ზედა რაკურსითაც კერძო ვერტფრენის ტურებით შეიძლება. და ეს როგორც უკვე გავარკვიეთ ჩვენ იუბილარს და გენიალურ კამერამენს ერგოწილად. Crazy. საბოლოოდ ლოგიკურია რომ ამ ვერტფრენში ალეცის. ის ყველას აზრით ამოგზაურობის საუკეთესო გმირია. თუმცა ეს თავგადასავლები ყველამ შევქმნით. ალემ, ბაბიმ, თიამ, ლუკამ და მეც. შევქმნით მოგონებები, რომლებიც მოსაყოლად გვექნება. ჩვენ სულ გადავკვეთეთ 3 ქვეყანა. გავიარეთ 2900 კილომეტრი. ავარული მდგომარეობა შევქმნით 7 ჯერ. ვიყავით არალეგალები 4 დღით. შევასრულეთ 5 MMS challenge-ი. ერთხელ თითქმის და ერთხელ ნამდვილად გაგვითავდა ბენზინი. და ასე ავისრულე ოცნება რომ სახმანქანით მე მოგზაურა საყვარელ ადამიანებთან ერთად.